საღამომშვიდობის ძვირფასო ტელემაყურებლებო, მოგესალმებით ყველას ძალიან დიდი სიყვარულით. მოვიკითხავ ტრადიციისამებრ ემიგრანტებს, ჩემს საყვარელ ქალბატონებს და ყოველივე სიკეთეს ვუსურვებ. დღევანდელი ჩემი გადაცემის მოგეხსენებათ გადაცემა, თქვენ უყურებთ საავტორო გადაცემა სათნოების საათი, რომლის ავტორი და წამყვანიც გახლავართ მეც, იცი გურიელი და აი ამ საავტორო გადაცემის დღევანდელი სტუმარი გახლავთ არაჩვეულებრივი ქალბატონი, არაჩვეულებრივი დედა, ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო პროფესიით. ეს გახლავთ ქალბატონი ირმა ალფაიძე, ფილოლოგი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი გახლავთ, კერძო სკოლა ივერონის მასწავლებელია ქალბატონი ირმა და გახლავთ მწერალთა კავშირის, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, წერს არაჩვეულებრივ ლექსებს. წარმოგიდგენთ ქალბატონ ირმას. დღეს გვექნება საუბარი, წავიკითხავთ როგორც მის ლექსებს, ასევე გვექნება საუბარი იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი პროფესია მასწავლებლობა, რომ მასწავლებლობა თითქმის ეს ისეთი პროფესია, რომელიც ღვთილკურთხეულია რაღაც, ну აი ასეთი პროფესია, რომელმაც უნდა აღზარდოს მომავალი თაობა, არაერთი თაობა და რამდენად საპასუხისმგებლო პროფესიაა. მოგესალმებით ქალბატონო ირმა. მოგესალმებით ქალბატონო ციცი. უღმესი მადლობა თქვენ მოწვევისათვის და ასეთი წარდგენისათვის. მივესალმებით თქვენს ტელემაყურებლებს, მივესალმებით ჩემს უსაყვარლეს სკოლას, ჩემს მოსწავლეებს, კი ბატონო. ჩემს აღზრდილებს ამდენი წლების მანძილზე და სრულიად სამყაროს დიდი სიყვარულით. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ირმა. მიყვარს ხოლმე საინტერესო ადამიანების დაპატიჟება. დავიწყოთ იქიდან, რომ თქვენ ვიდრე მასწავლებლობას დაიწყებდით, იყავით პირველ რიგში სკოლის დირექტორი. ხო? მთელი 5 წელი დანდებოდით რომელი სკოლის დირექტორი? თერჯოლის რაიონში. თერჯოლის რაიონის სოფელ ნაგარევის სკოლის დირექტორი. იცით რა მაინტერესებს? აი რამდენად განსხვავებულია აი სოფლის სკოლა და ქალაქის სკოლა. რა თქმა უნდა რაღაცა სპეციფიური განსხვავება იქნება. მაგრამ აი უფრო აი იცით როგორი ნიშნით მასწავლებლურ ჭრილში რო განვიხილოთ ბავშვები, სოფლის ბავშვები უფრო მგონი ძალიან ну ქალაქელები რაღაც წარმომიდგენია კი არა და ფაქტიურად ასე არიან გათამამებული ბავშვები და სოფლის ბავშვები უფრო არიან მოკრძალებულები და ასე მგონია რომ სოფლის ბავშვებმა უფრო მეტად იციან სიცოცხლეების ფასი. ვიდრე ქალაქელებმა. აი თქვენგან მინდა ამის მოსმენა. მთელი 5 წელი ვიყავი სკოლის დირექტორი, ეს იყო დაუვიწყარი წლები ჩემი ახალგაზრდობის. დიახ. ოჯახური პრობლემების გამო შემდეგ იძულებული გავხდი, რომ დამეტოვებინა ეს მეტად მნიშვნელოვანი თანამდებობა, რადგან ვჭირდებოდი ოჯახს და სამშველს. ეს იყო საუკეთესო წლები და საუკეთესო მოგონებები, რადგან პედაგოგობა არის ღვთისკურთხეული გაქმნის შესაძლებლობა, რომ შექმნა მოსწავლის პიროვნებად ჩამოაყალიბო მოსწავლე. კი ბატონო. აი ეხლა თქვენ ჯანდებით სკოლა ივერონის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი და ასწავლით მე-10 კლასელებს, მე-11-ს? მე-9-ს და მე-7 კლასს. მე-7, მე-9, მე-10 კლასები. ну ანუ ეს უკვე ის კლასებია, სადაც ну მე-7-დან იწყება უკვე ცნობიერება საკმაოდ ჩამოყალიბებული მოსწავლეებს მე-9, მე-10 განსაკუთრებით. და თქვენმა მოსწავლეებმა რომ იცოდნენ რომ აქ მოგზანდებოდით, ესე იგი ჩამოგიწერეს სპეციალური კითხვარი. მე პატივს ვცემ თითოეულ მათგანის აი ამ ინტერესს, იმას რომ აი ისინი გულშემატკივრობენ ირმა
და აუცილებლად მინდა მათი კითხვებით დავიწყო და არ მინდა დრო ისე გამექცეს რომ მათი კითხვები დამრჩეს ყურადღების მიღმა. კი ბატონო. ესე იგი რატომ აირჩიეთ მასწავლებლის პროფესია და თუ არა პედაგოგი ვინ იქნებოდით თქვენო? მე ვფიქრობ რომ ამ კითხვას მე არ ამერჩევია პროფესია მამირჩია მე. რა საინტერესოა. ბავშვობიდან თოჯინებს დავსვამდი და ვაკითხებდი. ძალიან საინტერესო. იმდენად გადაიზარდა ჩემი გზა. შემდეგ რომ ბუნებრივად სიღრმისეულად აღმოჩნდი ამ პროფესიაში და ალბათ რომ არა პედაგოგი მაინც ვიქნებოდი ადამიანში და ადამიანში რომ გონებით მუდმივად ეს პროფესია იქნებოდა ჩემი გზის გამკვლევი და ვცდილობ რომ კი ბატონო. კარგი. შემდეგი კითხვა გვაქვს ასეთი, თქვენი გამორჩეული მწერალი, ნაწარმოები და ნაწარმოები. აი გამორჩეული მწერალი, როგორც ასეთი მე არ მყავს უმეტესად ყველა ჩემთვის არის ციხესიმაგრე. ანუ ამ კითხვაში ამ კითხვით ბავშვებს უნდათ გაიგონ, რა თქმა უნდა გიცნობენ და იციან მასწავლებელო, ირმა მასწავლებელო თქვენი ნიჭიერების შესახებ, თქვენი გაკვეთილებიდან ჩანს თქვენი ინტელექტიც და განათლებაც და ასე შემდეგ, რითიც უნდა ფასდებოდეს მოსწავლის თვალში მასწავლებელი. მაგრამ ამ კითხვით უნდათ მაინც თავიანთი აი ბავშვური ქვეცნობიერით თქვენი ინტელექტუალური დონე აინტერესებთ ეთყობა. და აი გამოვარჩევდი ამიტომ ორ ნაწარმოებს, ეს არის იაკობ გოგებაშვილის დედაენა, ჩვენ სიბნელეში მაშინ ვიპოვეთ ნათელი გზა. და მეორე შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი, რომელიც არის რითმებით აწყობილი ჩემი სამშობლო. ეს არის ჩვენი სულის ჰარმონია. რა თქმა უნდა. და ეს ორი ნაწარმოები, თუმცა თითეული ნაწარმოები ჩემთვის ციხესიმაგრეა და სულიერი სიდიადეა ქართული კულტურის და სახარება ეკლესიური, ასე არის ვეფხისტყაოსანი. კი ბატონო, გეთანხმებით, შემდეგზე გადავიდეთ. ესე იგი, რას ნიშნავს იყო მასწავლებელი? მასწავლებელი ეს არის უფლის მიერ ბოძებული ყველაზე დიდი ჯილდო. ჩემი აზრით, რაც შეიძლება ადამიანმა თავისი ცხოვრების გზაზე იყოს. მასწავლებლობა არის ის ძალა, რომელიც ძალაც ადამიანს პიროვნებად აყალიბებს. კი ბატონო. მე ყოველდღიურად მაქვს იმის ბედნიერება, რომ ახალი გაღვიძებული მოსწავლეების თვალები ვნახო და წავიკითხო მათი სიხარული, მათი ბედნიერება, მათი დარდი, ყოფილა შემთხვევები, როდესაც გაკვეთილზე შევსულა და მოსწავლეს უთქვამს, რომ მას ვიდრე გაკვეთილი დაიწყება 1 წუთით ჩამეხუტე. აი, მაშინ ერთად გვიგივია კიდევაც. ესე იგი, აქედან გამომდინარე, ვიდრე მეორე მომდევნო შეკითხვაზე გადავიდოდეთ, ირმა მასწავლებელო, ესე იგი, აქედან გამომდინარე, ჩანს რომ მე თუ ჩახუტება მომინდა, ესე იგი ის ადამიანი მიყვარს და აი მისი განამარტო მიყვარს ის ადამიანი, იმ ადამიანის აი შინაგანი იმპულსები, აი სითბო, ის ადამიანობა, რის გამოც მიყვარს, ხო? და მე იმედება კი ბატონო, და იმიტომაც მინდა ჩახუტება. ეს არის ძალიან დიდი ჯილდო და ბედნიერება მასწავლებლისთვის, როცა მოსწავლეს აქვს აი ასეთი სურვილი, რომ ჩაეხუტოს მასწავლებელს. ანუ იმ წუთებში მასწავლებელი მისთვის არის თავშესაფარიც, იმედიც, სიხარულიც, რაღაც ძალიან ბევრი რამე. საყრდენი. კი ბატონო, საყრდენი, რა თქმა უნდა. რას ქმნით მოსწავლეებთან ერთად? შემდეგი შეკითხვა არის ასე. მოსწავლეებთან ერთად ქმნი ხვალიდელ მომავალს. კი ბატონო. ძალიან კარგს მე მჯერა რომ ჩვენს თაობას გაცილებით მეტად აჯობებს მომავალი თაობა, იმდენად პერსპექტიულები არიან, იმდენად განსაკუთრებით უყვართ საკუთარი სამშობლო და სხვანაირად განიცდიან დღევანდელ მოვლენებს, ისტორიას,
ცოტა რაღაც ის ბავშვური, ასე ვთქვათ, ეშმაკობებით ეპატიებათ, რა თქმა უნდა, ნუ ბავშვია. მომავალს და ეს არის მე ბედნიერი ვარ, რომ მე ამაში ერთი აგური, პატარა აგური მაქვს დადებული და იმიტომ რომ მე ასე მგონია წერ ლექს და დანარჩენ ლექს თვითონ ამატებენ უკვე და შეიქმნება ლამაზი პოემა ხვალინდელი დღე. კი ბატონო. ესე იგი, ვიდრე ბავშვების მომდევნო შეკითხვაზე გადავალ, ჩემი შეკითხვა მინდა ბარემ აქვე თემატურად ახლოა და მოგაშველო, ასე ვთქვათ, ირმა მასწავლებელო. აი, მინდა თქვენგან მოვისმინო, თქვენ როგორც მასწავლებელი, ესე იგი, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა სკოლასთან, სკოლის ცხოვრებაში, რამდენად მნიშვნელოვანია და აი ხდება თუ არა ეს დღევანდელი სკოლის ცხოვრებაში, საზოგადოების ჩართულობა და რა სახით? აუცილებელია საზოგადოების ჩართულობა, მარტო პედაგოგი ვერ შექმნის ვერ გაზრდის პიროვნებას, აქ აუცილებელია ბავშვები, მშობლები, საზოგადოება, მასწავლებლები. იმდენად დატვირთულია დღევანდელი ყოფა, რომ უმეტესად მასწავლებლებს არის მომდობილი მშობლებიც, ბავშვებიც და ეს ცოტას საფიქრალი არის და ამას განვიცდით პედაგოგები, ჩვენ გვიწევს გმირული შრომა. ჩვენ უნდა ვიყოთ დედებიც, იმიტომ რომ ნაწილი დედების ემიგრაციაში იმყოფება, უნდა ვიყოთ ხშირად მამებიც, მეგობარიც, აღმზრდელიც და ყველაფერი რომ ბავშვს მივცეთ სწორი მიმართულება. და საზოგადოება თუ კი გავერთიანდებით, იქნება დისკუსიები, იქნება შეხვედრები, მსჯელობა, სხვადასხვა საკითხების განხილვა. რა თქმა უნდა, ეს გაცილებით წინ წაწევს განათლების სფეროს და მასწავლებელთა ხმა აუცილებელი არის. ნამდვილად. და ალბათ ეს საკითხები იქნება ისეთი საკითხები, რომლებიც ბავშვების ქვეცნობიერს, აი მოსწავლეების ქვეცნობიერს, რომლებიც მე-10 კლასში არიან, მე-9-ში, მე-7 უკვე ამ წინა აქვს, ხო, ეს ვითარდება ბავშვი, მე-10 უნდა გადავიდეს მე-11, მე-12-ში და უკვე ცხოვრების პირისპირ უნდა აღმოჩნდეს. ანუ ისეთი საუბრები, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ პიროვნებად ჩამოყალიბებას, ხო? მათ კი ბატონო, აღქმას ძალიან ბევრი ისეთი რამის, რასაც ქვია ადამიანი, რაც უნდა კონდეს ადამიანს ბუნებაში, აზროვნებაში, კი ბატონო. და იყოს ხვალინდელი დღის მაშენებელი. აუცილებლად მოაზროვნე. აუცილებლად აი ეს შეგრძნება უნდა კონდეთ, რომ ისინი არიან საქართველოს ხვალინდელი დღე. აუცილებლად. კი ბატონო. მომავალი. კი ბატონო. და ძალიან მაინტერესებს წეღან ჩახუტება ახსენეთ ირმა მასწავლებელო. და რახან ჩახუტება არის მისული საქმე, ესე იგი ხართ საყვარელი მასწავლებელი და მეგობრობთ, ხო? აი და რახან მეგობრობთ, ესე იგი იცით რას ტკივათ, რა უხარიათ, ხართ ალბათ რაღაცა დონემდე და დოზით მესაიდუმლე მათი, ნუ ისევ იმათგან ბავშვები, ესე იგი გააჩნია რამდენად გაიხსნებიან, ხო, რა დონემდე გაიხსნებიან და რა დოზით მასწავლებელთან. შეიძლება რაღაცებსაც იტოვებენ და ეჭვიც არ მეპარება რომ იტოვებენ თავისთვის ისე საიდუმლოდ, მაგრამ მაინც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ ესე იგი მესაიდუმლე ხართ და ელიან თქვენგან აი სწორ დარიგებებს ალბათ, იმიტომ რომ ახსენეთ რომ დედები არიან წასული საზღვარგარეთ, როგორც ძალიან ბევრი ოჯახიდან ჩვენი ქართველი მანდილოსნები ემიგრაციაში და ძალიან ბევრი დანგრეული ოჯახები. ერთ-ერთი დიდი პრობლემა არის საქართველოს წინაშე და ამ შემთხვევაში პედაგოგი ხარ მეგობარიც და გზის მაჩვენებელიც. და ქართული ლიტერატურა ასეთ საგანს ვასწავლი, რომ
მაინც ადამიანის სულამდე მისასვლელი გზა არის. რა თქმა უნდა. რომ დავიწყო ხელახლა ცხოვრება, ისევ ქართულ ენასა და ლიტერატურის პედაგოგობას ავირჩევდი და ადამიანის სულამდე მიდიხარ სიყვარულით. რა თქმა უნდა. სიყვარული სადაც არის, ნდობაც არის, ურთიერთგაგებაც არის და მითითებებიც არის მეგობრული. არ იღებენ ჩემგან უხეშად არასოდეს არ მიმართავს და ამიტომ ეს არის სიყვარულით. რა თქმა უნდა. ითვალისწინებენ კიდევაც აი ყველაზე მოვიკითხა ჩემს უსაყვარლეს. აუცილებლად გიერთდებით და მე სიყვარულით მოვიკითხავ თქვენ საყვარელ ბავშვებს და ყველა იმ ყოფილ მოსწავლეს, რომელსაც თქვენს ხელში გაუვლია და ეჭვი არ მეპარება, რომ თითოეული მათგანი იქნება ასეთი მასწავლებლის ყოლა, ძალიან დიდი ბედნიერებაა და თითოეული მათგანი იქნება ძალიან კარგი მოქალაქე, ჩამოყალიბებული პიროვნება და რა ვიცი, კარგი უთქვამს კიდევაც რამდენიმე მოსწავლეს, რომ აი თქვენ გამოავერჩიე პედაგოგის პროფესია. უღრმესი მადლობა განგებას ამისათვის. ძალიან დიდი ბედნიერებაა, როდესაც მასწავლებლის სიყვარულით აირჩევენ პროფესიას. აქ არ არის მარტო პიროვნულ სიყვარულზე, ხო, საუბარი. ესე იგი ბავშვმა ისეთ დონეზე შეაყვარეთ თქვენ საგანი იმ ბავშვს, რომ მივიდა იმ სურვილამდე კი არა და იმ მიზნამდე, რომ თვითონაც ყოფილიყო მასწავლებელი, პროფესიით მასწავლებელი. და თვითონაც გზის გამკვლევი. რა თქმა უნდა. აი ახლა ჩვენ გადავიდეთ ბავშვების შეკითხვები მაქვს კიდევ თქვენი ბავშვების. რას ქნით მოსწავლეებთან ერთად ვიკითხეთ, ხო? როგორ იყენებთ პოეზიას თქვენი მოსწავლეების შთაგონებისთვის? პოეზიას კითხვების შემდეგ პოეზიაზე გადავალთ აუცილებლად. აი, როგორ იყენებთ პოეზიას თქვენი მოსწავლეების შთაგონებისთვის? არის თუ არა პოეზია სწავლების რაღაცა გარკვეული ფორმა? პოეზია სწავლების გარკვეული ფორმა და თანაც ძალიან ლამაზი, ძალიან სხვანაირი და მიმზიდველი. აი, კონკრეტულად აი სხვანაირი და მიმზიდველი, ანუ ვაჟა ფშაველას კაიყმა ავხსენი რამდენიმე დღის წინ და ერთმა სტროფმა წარმოშვა უამრავი კითხვა და მივედით გაზრებამდე და ეს იყო ერთი სტროფი ხშირად თელს თეორიაზე უკეთესი არის. მოდენად ცხოვრებისეული ადამიანური სააზროვნო კითხვები წამოვიდა მოსწავლეებს. იმიტომ რომ ვაჟა გენიოსია, ჩემო კარგო და ერთ სტროფში ჩატეული ექნება, იქნებოდა მთელი ფილოსოფია, რაც ჩაეტეოდა მთლიან იმაში მოხსენებაში დაუშვათ. მე-19 საუკუნის კაიყმა და 21 საუკუნის კაიყმა რითი განსხვავდება? პარალელები გავავლე. რითი არის უკეთესი 21 საუკუნის? კი ბატონო. უარესი და იყო ერთი დიდი ცხოვრებისეული გაკვეთილი იმ ერთი სტროფის გარშემო წარმოჭრილი. კი ბატონო. პოეზია არის პოეზიას ხომ ჩვენი ფიქრების, ჩვენი სულის გასაღებია და ამიტომ რა თქმა უნდა ეს ყველაზე მეტად აი შოთა ნიშნიანძის ლექსი რომ ავხსენი, ბავშვებმა ინტერეს. რომელი ლექსი? მე შენ და ბავშვი, ჩვენი სათაური არ აქვს, მრავალწერტილიანი და ჩვენს ნუ არაუშავს ეს მე შენ და ბავშვი ასე იწყება? ჩვენ სახლს ძვირფასო სამი კარი აქვს, სამი ფანჯარა, მე შენ და ბავშვი. არაჩვეულებრივი. ეს მეც ვიცოდი, ახლა რატო ვერ მივხვდი უცბად. კი, ეს მეც ვიცოდი, იმიტომ რომ მიყვარს ნიშნიანიძე, ძალიან ბევრი მისი ლექსი ვიცი, ზეპირად სხვათა შორის და მეც ეს ზეპირად ძალიან დიდი აზრი აჩადებული ამ წინადადებაში. ჩვენ სახლს სამი ფანჯარა აქვს, მე შენ და ბავშვი. ძალიან დიდი ფილოსოფია. და მეტაფორული ლექსი არის მთლიანად, რომ კი ბატონო. კი ბატონო. მატება კარფანჯრების. კი ბატონო. ესე იგი შემდეგი რა არის ესა? გგონიათ რომ მასწავლებელი თავისებურად პოეტია და პოეტი მასწავლებელია?
მასწავლებელი არის პოეტი და პოეტი არის მასწავლებელი, რადგან ჩემ შემთხვევაში ორმაგი დატვირთვა მაქვს, უნდა მქონდეს ფესვები, კი ბატონო, გემყარად როგორც პედაგოგი, როგორც მასწავლებელი და უნდა მქონდეს ფრთები, რომ ვიფრინო და ამ შემთხვევაში რამდენად გამომდის ვფიქრობ, მასწავლებლებიც მეუბნებიან, რომ შევდივარ სასწავლებელში, სასწავლო გარემოში, მეუბნებიან მასწავლებლები, რომ მოფრინდა ჩვენი პეპელა, მაგრამ ამ შემთხვევაში საკლასო ოთახში ამ პეპლობას პეპლად ყოფნას უფრო სიმყარეს ჯობია, რომ კი ბატონო, ჯერ აუცილებელი არის. ძალიან საინტერესო პროფესია ნამდვილად. ესე იგი, კლასში რამდენი ბავშვიც არის, ყველა ბავშვის ფსიქიკას უნდა მოერგო. მასწავლებელი, ყველა ბავშვის ბუნება უნდა იცოდე. ჩაწვდე, ცდილობდე აი მის მსოფლმხედველობას, რა უხარია იგრძნო, როდის რა ტკივა ის იგრძნო, აი სად მიეშველო, სად მათთან ერთად უნდა გიხაროდეს, მათთან ერთად უნდა რაღაცებს, ну, ძალიან საინტერესო რამეა ეს მასწავლებლობა რა. ხშირად ყურობთ ხოლმე ერთად ფილმს. ყურებთ ფილმს, კი ბატონო. და რომ გავარჩიოთ შემდეგ აი ფესვები ვიყურებთ, კი ბატონო. და ეს იყო თითეული მოსწავლის სტილიც, ემოციის გაცვლაც, მსჯელობა, ატირდნენ ბავშვები, ვისაც დედები ყავს საზღვარგარეთ და იმ საღამოს მოხდა ისე, რომ დაბრუნდით და ჩვენ გვჭირდები, არ დარჩეთ დიდხანს და ძალიან საინტერესო არის ამ კუთხით მოსწავლეებთან ურთიერთობა. თუმცა ცოტა ძნელიც. ძნელი კი არა, ურთულესია ირმა, ურთულესია, იმიტომ რომ ძალიან რთულია. არიან თან ახლა ისეთი პერიოდია, ისეთი ასაკის ბავშვები არიან, მე-9-10 კლასები, უკვე რომ ცდილობენ თავის დამკვიდრებას, უკვე რაღაცა ისა პიროვნული ისინი აქვთ პრეტენზიები, მით უფრო ეხა ისეთი დროა, ადრე მარტო ბიჭებში შეინიშნებოდა ხოლმე თითქოს აი ეს რაღაცა. ახლა გოგონებიც და ძალიან რთულია აი ამ პერიოდში აი ეს განეიტრალება ყველაფრის, დალაგება, აი სიკეთისკენ მოქცევა, სწორი გზის დანახვება, აი დაანახო რომ აი კანთიან ეს აი სანთელი, ნამდვილი სანთელი ის კი არა, იქით სიბნელია, აი აქ გელოდება, რაც სიმართლეა და რაც ნათელია. კი ბატონო. ეხლა მე მინდა ბოლო შეკითხვა ბავშვების და გადავიდეთ პოეზიაზე აუცილებლად. რა პასუხისმგებლობა გაქვთ როგორც მასწავლებელსა და პოეტს მომავალი თაობის წინაშე? ადამიანი მოდის, იბადება, რომ აქვს თავისი წილი ვალდებულება სამყაროს წინაშე. და პედაგოგს აქვს ორმაგი ვალდებულება სამყაროს წინაშეც და თითოეული მოსწავლის წინაშე. თუ ჩვენი სულ მცირე შეცდომაც კი შეიძლება ბავშვს იყოს ბავშვისათვის ძალიან ცუდი შედეგის მომხდარი. და ამიტომ პედაგოგობა, როგორც ვთქვი, არის გმირობა და მით უმეტეს პოეტი პედაგოგი ორმაგად გმირობა არის, იმიტომ რომ სხვაგვარად ეძებენ ჩემში მოსწავლეები ჩემს სულს, აი კითხულობენ ჩემს ლექსებს და ხშირად ყოფილა რომ აი რატომ დაიწერა ასეთი ლექსი, რატომ ასეთი განცდა, მას ჩვენ ბევრს გვესაუბრები, მაგრამ თავად არ საუბრობთ თქვენს განცდაზე, თქვენს ტკივილზე და ცოტა ორმაგი სირთულე არის და მაგრამ ორმაგი სიხარული. კი ბატონო, აი ირმა, შენ დღეს მობრძანდი შენი ერთი კრებული აქვს ჯერჯერობით ქალბატონ ირმას, ასეთი ირმა ალფაიძე იმერელი ქალბატონი გახლავთ, ისევ მოვედი, არაჩვეულებრივი გამოცემაა, რედაქტორი გახლავთ, ვინ არის რედაქტორი? ქალბატონი ირინა ხურციძე, რომელიც ემიგრაციაში იმყოფება. დიახ. და საბერძნეთში. კი ბატონო.
ეხლა დავიწყოთ რამდენიმე წუთი დაგვრჩა ჩვენ და დავიწყოთ რახან იმერეთი დახართ გექნებათ იმერეთზე ლექსი. აბა წავიკითხოთ იმერეთზე ლექსი. გავუსხავს. ვაი. ქუთაისზე წავიკითხოთ. კი ბატონო, წავიკითხოთ ქუთაისზე ლექსი, თორე დრო გადის ამ ძებნაში და აბა მოვიკითხავ ჩემს მშობლიურ ქუთაისს. კი ბატონო. ქუთაისი ბაღის კიდე დაცული ბარდები ბალახვანი გრძელი კიბე მზენად ორცნის სახლები მოწამეთა გელათის გზა გამარჯობა ნახვამდის წმინდა რიდეთ ბაგრატის ცაგრძნობა თბილი ქალაქის თეთრი ხიდი მწვანე ქვებზე მოცეკვავე რიონი ფრთებ გაშლილი სიმაღლეზე ტიტე გალაქტიონი ქუთაისი სამაისო პოეტების საფიხნო უნდა ნახოს ამისოდ ლექსის მადლი გაიცნო პრომეთე და სათაფლია თუ სამეფო უბანი სამუთხის გზის სადარია დაჩრდილული ბულვარი საფიჩხია ჭომა გორა დაკოჟრილი უბნები დაკარგული სითბოს პოვნა სიყვარული ულევი იმერლების თბილი მზერა სულ სასენი გრძნობაში ქუთათურთა თკბილი კერა გულგაშლილი მობრძანდით ქუთაისი ზიანეთი უნაპირო ლაჟვარდი აქ ხელახლავი ბადები მარადილ ზღაპარში. ძალიან მიყვარს ქუთაისი მოწამეთა ჩემი არ ვიცი აი ჩემ მაქვს ერთ-ერთი ნოველა ჩემი ნოველა ეძღვნება მოწამეთას ბავშვობაში წამეყვანეს ჩემი მეგობრის ბებია ცხოვრობდა ქუთაისში და ჩემმა მეგობარმა წამეყვანა და ბებიამ წაგვიყვანა მერე მოწამეთაში და აი ეს ამას ეძღვნება მთელი ნოველა ჩემი განცდები ჩემი ნუ მოკლედ ძალიან ლამაზია მიყვარს იქიდან მოყოლებული ისეთი მძაფრი იყო ეს შეგრძნებები რომ იქიდან მოყოლებული მიყვარს ეს მოწამეთა ქუთაისში ვიცხოვრე მთელი ჩემი ბავშვობა ახალგაზრდობა იქ გავზარდე შვილები და ნუ რამდენიმე წელია რაც გადმოვედი დედაქალაქში და ძალიან მინდა კიდევ წავიკითხოთ რომელი გაქვს ამორჩეული ირმა რომ აი ეს მხარეც გავაცნოთ ამ ხრივაც გავაცნო მაყურებელს შენი თავი როგორც პოეტი ადამიანის აბა წავიკითხავ ლექს სიყვარულზე რომელიც ქალბატონმა გიულიმ ამღერა და გიული ერგემლიძემ მოვიკითხავ ქალბატონ გიული ერგემლიძეს ჩემი საყვარელი ქალბატონია ძალიან გემრიელი ქალბატონია და მინდა რომ ყველაფერი საუკეთესო გქონდეს ამ ქალბატონს და შეასრულა სიმღერა ჩემმა უსაყვარლესმა თამარ ბოჭორიშვილმა აჰა გისმენთ აბა მარადისობა იცი როგორ მომენატრე გუში უშენობის მომერია სევდა წვიმა ხშირ და ფერ დაკარგულ გულში სიმარტოვის ქარი ღრუბლებს ხევდა ხრებზე დარდის დამეფინა ნისლი და წვეთებმა დამინა მესახე საგანძურად შემონახულ ტკივილს აქ რიჟრაზის მკრთალი იერსახე თვალებს ხუჭა თითქოს არ სადარვა შენი სულის ფერებს ხატავასე მაინც ვუძლებ შენს თვალებში რადგან მე ნამდვილი სიყვარული ვნახე სიხარულის დროს ღიმილად გეძებ განსაცდელში შენზე ფიქრებს ვიწყებ როცა მცივა მოცახცახე მხრებზე ჩვენ სიყვარულს სამოსელად ვირგებ სასტუმალთან ჩამომჯდარა ფიქრი მათბობს გრძნობა მზის სხივების მსგავსი ნატრობ ქარმა გაიტაცოს ბინდი ამ სიყვარულს არ მოედოს ხავსი იცი როგორ მომენატრე გუში შეშლილ განცდებს მოერია სევნა წვიმა ხშირ და ფერ დაკარგულ გულში სიმარტოვის ქარი ღრუბლებს ხევდა
არაჩვეულებრივია, ძალიან ლამაზი, ძალიან სულში ჩამწვდომი. იგრძნობა რომ პოეტი ქალბატონის სულით პოეტი ქალბატონის დაწერილია და აი აქ მინდა ოჯახზე გკითხო ირმა. შენი ოჯახი, მე ვიცი რომ ძალიან კარგი მეუღლე ყავს და ბრილიანტის შვილები ყავს. ორი ტყუპი ყავს და გოგონები ყავს და ვაჟი. პროფესიით ექიმები, ორივე წერს. მოვიკითხავ აქედან შენს განსაკუთრებულად საყვარელ ადამიანებს, ოჯახი, რომელსაც ქვია და ყავს ბიჭი, რომელიც კითხულობს. ჩვენს დაწერილი მას თეატრალურ დასში ქუთაისში, ახლა პედაგოგი არის თავისუფალ სკოლაში და ძალიან კარგი პედაგოგიურ მოღვაწეობას. ძალიან კარგი. ყავს არაჩვეულებრივი მეუღლე. მირაბინიშტიანი ძალიან კარგი. თუ გაქვს რამე ისეთი ლექსი შენ შემოქმედებაში, ან შვილებზე, ან მეუღლეზე, ან შვილებზე, მაქვს მეუღლეზეც არის, აბა წავიკითხავ. შვილებზე წავიკითხავ. აბა კი ბატონო. ცოტა ხილი არის. ამ ქვეყნად ორ რამეს არ აქვს ნაპირი. წმინდა, უსაზღრო და დაუსაბამო. ერთია ცისფერი ცა, ზურმუხტ საფერი, მეორე შვილები, ცხოვრების მალამო. მიწიდან ზეცამდე ოცნების ბაღია, უფლამდე გზა რთული, ბილიკი მრავალი. შვილები ამ ბაღში ღვთისმშობლის განძია, სიცოცხლის აზრია მთავარი. შვილისთვის დედამ წამს ყველაფერს აიტანს. ლოცვით სალოცავებს მუხლმოყრით დაივლის. ბნელშიც კი იპოვის მზის სხივის ათინაც. შვილს თუ კი დასჭირდა, ჯოჯოხიც გაივლის. დედა და შვილობა ეს უფლის მადლია. ნამდვილი გრძნობების ეს არის საწყისი. შვილები ამ ქვეყნად ღიმილი, დარდია, სიცოცხლის არსი და ცხოვრების აზრისი. ამ ქვეყნად ორ რამეს არ აქვს ნაპირი. წმინდა, უსაზღრო და დაუსაბამო. ერთია ცისფერი ცა, ზურმუხტ საფერი, მეორე შვილები, ცხოვრების მალამო. რა კარგია, ძალიან დიდი მადლობა კი არა და ძალიან კარგია, ძალიან დიდი მადლობა მართლა. ირმა, რა მინდა გითხრა, იცი, შენ როგორც პროფესიით მასწავლებელი და ყავს 3 შვილი. აი მათ აღზრდაში, მათ ხონდა გაზრდა, მე არა ვარ პროფესიით მასწავლებელი, მაგრამ რაღაცა გვაქვს დედებს ისეთი რაღაცა დიდაქტიკური ჩვენი რაღაცები, რომ ვიცით ხო, როგორ უნდა გავზარდოთ, აღზარდოთ, გაზრდა ხო არ არის მარტო გაზრდა, რასაც უნდა აღზარდო, მასში პიროვნება, ხო? აი, შენი მასწავლებლური პროფესია ალბათ უფრო ათმაგად გეხმარება. დამეხმარა ძალიან, მაგრამ ცოტა დღეს სირთულეებთან მაქვს უკვე მოძლებიან სახლშიც ნუ ხარ მასწავლებელი. სახლშიც ხარ მასწავლებელი. და დღემდე მომყვება ის რაღაცა რჩევადარიგების მასწავლებლური მეთოდები ეთყობა. მასწავლებლური ძალიან, მაგრამ ნუ ტყუპების გაზრდა რაღაც სხვა ფენომენთან არის დამოკიდებული და ალბათ აქ როგორც თვითონ ტყუპები ფენომენია, უფლის ძალა უფრო მეტი იყო ვიდრე ჩემი შესაძლებლობები, თორემ ძალიან რთული იყვნენ პაწევიები და ცალკე სასაუბრო თემა რომ ჩემო კარგო ირმა მასწავლებელო, ესე იგი ულამაზესო იმერელო ქალბატონო, იმერეთზე წავიკითხოთ თუ წავიკითხეთ ჩვენ. ერთზე წავიკითხეთ და ერთი მინდა წავიკითხო ესეთი ლექსი, რომელიც ძალიან საოცრად წაიკითხა ბატონმა გოჩაჭაბუკაიძემ, მაგრამ მოვიკითხოთ ეს ძვირფასი ადამიანი, ძალიან დიდი პატივისცემით, ძალიან მიყვარს, ძალიან დიდ პატივცემ ნამდვილად. აბა წავიკითხოთ. ცოტა ესეთი რთული თემა, მაგრამ ყოველთვის მინდა რომ არ დავივიწყოთ ადამიანი. რა თქმა უნდა. უსათაურო. აბა იდგა საღამო, ბინდისფერი მრუმი საღამო. ნისლიებურა ცას არ ქროდა სიო სამო.
ირგვლივ ყველაფერს დაუნდობლად წეწავდა ქარი, რაღაც ავსულად. ქუჩის ბოლოს კი იდგა ქალი. იდგა თავდახრით, გაშეშებით, ებრძოდა დარდებს და სიგარეტის ყვავში კლავდა საკუთარ განცდებს. საკუთარ განცდებს დაჩეხილს და უსასყრო ტკივილს, საშინელ ტკივილს, ცხოვრებისას და ბედთან ჩივილს. იდგა ქუჩაში მარტო კენტად თავისი ფიქრით, მაღალი ქუსლით, ტუჩზე საწყით, თვალებზე გრიმით. იდგა ჩუმად და მორიგ გამვლელს ელოდა ქალი. სულ ერთი იყო მისთვის სუფთა, გონჯით უმთრალი. ამას არ ჰქონდა მნიშვნელობა, ან ჰქონდა აზრი. იდგა უძრავად, სახე ჰქონდა ყინულის მსგავსი. ქალი გონებით არ ფიქრობდა მძიმე ღამეზე, ხოლო თავისთვის ოცნებობდა ის ერთ რამეზე. როგორმე იქნებ, დღეს წამებით ეშოვა ფული, რომ ხვალ პატარა შვილისათვის ეყიდა პური. მოხუც დედისთვის მიეტანა წამალი იქნებ, ამაზე მეტი საზრუნავი არ ჰქონდა ფიქრებს. დუმდა და ჰქონდა სახე ცივი, თვალებში ბიმბი. სტკიოდა სული, შინაგანად ვერ იყო მშვიდი. ის იყო ქვეყნად წუთი სოფლის უმზეუმგზავრი. იდგა ქუჩაში, მორიგ გამლელს ელოდა ქალი. იყო საღამო, რომე მძიმე, წვიმა კიცრიდა. ქალი ბეჩავი თავის სხეულს გროშებად ყიდდა. მე მაპატიეთ, შენდობას გთხოვთ ერთი წამისთვის, რომ გავაიარე, დაგაკვირდით მხოლოდ ამისთვის. და მაპატიოს ყველა წუთი სოფლის უმზეუმგზავრებმა. ამ ლექსით ვიხდი ყველას ბოდიშს. ირმა, ჩემო კარგო ადამიანო, აი რამდენი ლექსიც წაიკითხე. თითოეულში ჩანს, თითოეულ სტრიქონში ჩანს შენ დიდი ადამიანობა, შენ დიდი სულიერება, ღრმა სულიერება და ბედნიერები არიან შენი მოსწავლეები, რომ ასეთი მასწავლებელი ყავხარ. რა ვიცი, აი გვაქვს კიდე დრო თუ წავიკითხავთ რამეს კიდე. აბა, ერთი რომელიც აი პოეტის ჩავეტიოთ. პოეტის სული ხომ ხედავს მუდმივად თვალების მიღმიერ სამყაროს. კი ბატონო. სადარ ვიყავი, გულის ხედვით სადარ ვიყავი. ზოგან მხდებოდა შეღამება, ზოგან ცისკარი. ყველგან დაბქონდა გული წრფელი, გული მთლიანი, მაგრამ ხან მისვლა ადრე იყო. ხანაც გვიანი, შემოვიარე გზები სწორი, გზები ქვიანი, თუმც ვერ ვიპოვე ჩემი სულის თანაზიარი. სადარ ვიყავი გულის ხედვით, სადარ ვიყავი. ზოგადად პოეტებს მარტოობისკენ სწრაფვა. ხო, სწრაფვა კი არა და მარტოსულობის განცდა. მარტოსულობის განცდა პოეტების ერთ-ერთი დამახასიათებელი და ძირითადი თვისება. თუ კი საიდანაც არსებობს დედამიწაზე სამყაროში პოეზია, ალბათ იქიდან დღემდე ასეა, რომ შემოქმედ ადამიანს, პოეტ ადამიანს, მით უმეტეს ქალბატონს, ქალბატონებში უფრო მძაფრად მგონია, რომ არის ეს რაღაც მარტოობის განცდა, თუ არა? ეს ალბათ ინდივიდუალურია, გალაქტიონი ჩემი ყველაზე ფენომენალური, კი ბატონო. მარტოობის ორდენის კავალერი. მარტოობის ორდენის. ეხლა გალაქტიონზე არა მაქვს ეს ერთეულები ესეთები, რომ არიან ზოგადად თქვი, ალბათ უფრო ქალებში თქო. მოკლედ ირმა, ერთ ლექს მოვასწრებთ, აუცილებლად მინდა წავიკითხოთ ერთი ლექსი. ოღონდ ჩქარა უნდა მოძებნო. სწრაფად. ანიდან ჰოემდე. აბა. სიჩუმე, ნიავი, მუქ ლურჯი ფიქრები. ხან მზეა, ხან კიდევ მაცვივა ფიქრები. აღმართი, დაღმართი, სულს რუმე რითმები, თუმც დატვრის ხესავით ოცნებით ვირთვები. ჩვენ ხშირად გულკნესით ვკითხულობთ როდემდე და მაინც სასწაულს მოველით ყოველ დღე. მივდივართ ვჩერდებით, იმედით, გონებ მე და ასე გრძელდება
ანიდან ჰოემდე. არაჩვეულებრივი დასასრულამდე. არაჩვეულებრივი გოგო ხარ, ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. მე მინდა ძალიან დიდი სიყვარულით მოვიკითხო ირმა მასწავლებლის აი ესეთი ჭკვიანი ბავშვები, რომლებმაც კითხვები გამიმზადეს, რომ ჩვენ ირმა მასწავლებელს შეეკითხეთო. ძალიან დიდი მადლობა ბავშვებო. მე გისურვებთ ნათელ მომავალს, ღირსეულ მომავალს, ღირსეულ პიროვნებებად ჩამოყალიბებულიყავით და ყოფილიყავით თქვენი ქვეყნის ნამდვილი გულშემატკივრები და ნამდვილი ღირსეული ქართველი მოქალაქეები, ქართველები, რომლებმაც იცით, საიდან მოდიხართ, საით უნდა წახვიდეთ აუცილებლად. და მაყურებელს, ჩემს ძვირფას მაყურებელს მინდა შევახსენო, რომ ჩემი დღევანდელი სტუმარი გახდათ აი ეს არაჩვეულებრივი ლამაზი, ნიჭიერი, იმერელი ქალბატონი, მწერალთა კავშირის წევრი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, დიდებული მასწავლებელი ირმა ალფაიძე. მასწავლებლობა მართლაც დიდებული საქმეა, იმიტომ რომ მასწავლებელი ძერწავს ბავშვებში ერთდროულად სულსა და გონებას და აი ეს სული და გონება ადამიანობის განსაზღვრელი ძირითადი მედიუმია. და მე მინდა ვუსურვო ჩემს საზოგადოებას, ჩემს ქართულ საზოგადოებას ძალიან კარგი მასწავლებლები და მასწავლებლები, ქალბატონი ირმასნაირები და ვუსურვო აგრეთვე ძალიან კარგი ქართველი მომავალი, რომლებსაც თქვენ აღზრდით სკოლებში. უღრმესი მადლობა ქალბატონო ციცი. მადლობა სამყაროს დღევანდელი დღისათვის, მადლობა ჩემს მოსწავლეებს, მადლობა ჩემს უსაყვარლეს ხალხს და ვისურვებდი, რომ მომავალ თაობას უფრო გაებწყინოს და გაეერთიანებინოს ჩვენი ბედის შავი ქვეყანა. ყოველთვის რომ უჭირს და ჩვენი მომავალი მხარდაჭერა სჭირდება. ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო, ჩემი გადაცემის დრო ამოიწურა, მე სიყვარულით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე ღმერთი იყოს მუდამ ჩვენთან. მიყვარხართ, ნახვამდის, კარგად ვანდებოდეთ. მიყვარხართ.